ივანიშვილმა უზარმაზარი საშიშროების დროს ბეწვის ხიდზე გაგვატარა. მე ვარ ვასილ მათითაიშვილი და ამ ეპიზოდში რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტული არხის, იმედის მფლობელის, ირაკლი რუხაძის ინტერვიუს განვიხილავ. მრავალ ადამიანმა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საუბარი რადიო თავისუფლებაზე შედგა, საკმარისი სერიოზულობით პირველად მოისმინა ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა და შესაძლოა დაეთანხმა კიდეც რუხაძის მიერ ამავე ინტერვიუს დასაწყისში ნათქვამ ფრაზას, რომ ჩვენ და რეჟიმის ლოიალისტები ალტერნატიულ რეალობებში ვცხოვრობთ. ესეთი რადიკალურად სხვა აზრზე ყოფნა შესაძლებელია მხოლოდ იმიტომ, რომ ან ერთ-ერთი ან ორივე ცხოვრობთ ალტერნატიულ რეალობაში. სწორედ ამ გარემოებით ხსნის რუხაძე ბოლო დროს საზოგადოების მზარდ გახლეჩასა და პოლარიზაციას, რამაც მისივე თქმით რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუზე დათანხმებისკენ უბიძგა. რატომ მოვედი მე აქ? თორე ჩვენ გვაქვს წარმოუდგენი გახლეჩვა საზოგადოებაში და ეს გახლეჩვა მივიდა ისე დონეზე, რომ რაღაც უკვე დეჰუმანიზაცია მიდის მეორე მხარეს. თუმცა ინტერვიუს მსვლელობისას რუხაძე თავადვე აღიარებს, რომ საზოგადოების პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ქართული ტელემედია და მათ შორის მის მფლობელობაში მყოფი ტელეკომპანია იმედია. ჩვენ ვართ მთავარი პოლარიზატორები საზოგადოების. ჩვენ რო ვამბობ მე იმედზე არ ვიძახი. მე ვიძახი ქართულ მედიაზე. იმედი ამის ნაწილი არის. ლოგიკურია ვიკითხოთ, თუ საზოგადოებას მართლაც სატელევიზიო მედია ხლეთს და რუხაძე ამ პრობლემის მოგვარების სურვილს ყავს ატანილი, ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის მფლობელი ამ ამოცანის მიღწევას თავისივე ტელევიზიაში მედია პოლიტიკის ცვლილების ნაცვლად რადიო თავისუფლებასთან სტუმრობით რატომ ცდილობს. თუმცა რუხაძე არ მალავს, რომ მისი ტელეკომპანია საზოგადოების გახლეჩისა და პოლარიზაციის დასრულების ნაცვლად სულ სხვა პოლიტიკური ამოცანებისთვის მაუწყებლობს. ეს იმედი არის ის, რაც უნდა დაეხმაროს ამ ქვეყანას და მე პირველ რიგში, იმიტომ რომ მეც აქ ბიზნეს ვაკეთებ, რომ ნაციონალური მოძრაობის რევანში არ მოხდეს და არ მიბრუნდეს უკან. იმას რომ თავი დავანებოთ, როგორც ჩამოჰგავს ტელევიზიის ფლობის ნაწილში რუხაძის გულწრფელობა, რომელიმე რუსი ოლიგარქის ინტერვიუდან ამონარიც, პირადი პოლიტიკური დღის წესრიგით მედია პოლიტიკის წარმართვა და ამ მიზნისთვის ალტერნატიული რეალობის კულტივირება არის ზუსტად ის, რაც რუხაძესა და მის ტელევიზიას რეჟიმის პროპაგანდისტებად და შესაბამისად საზოგადოების გამხლეჩებად აქცევს. თუმცა თავად რუხაძე იმედის მიერ ფაქტების გაყალბებას, დეზინფორმაციას, ოპონენტების დემონიზებას არსებული მედია გარემოთ იხსნის. იმედი ესეთი იმიტოა, რომ ქართული მედია არის ესეთი. ორ ალტერნატიულ რეალობაში საზოგადოების არსებობა მისი გახლეჩვის მართლაც ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. თუმცა პრობლემა იმაშია, რომ ამ ორიდან ერთი რეალურია, ხოლო მეორე ალტერნატიული. რეალობა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებს ბოლო 12 წლის განმავლობაში გვიწევს ცხოვრება, შემდეგნაირია. ძალაუფლებაში მოსვლის დღიდან ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში რუსული სტილის ავტორიტარიზმს აშენებს. 12 წლის თავზე მას მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი. საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო შტოები მის შეუზღუდავ ძალაუფლებას დარაჯობენ ჩვენი უფლებებისა და თავისუფლებების ხარჯზე. დღეს კი რეჟიმს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან საქართველოს საბოლოოდ მოწყვეტა აქვს განზრახული და ერთადერთი რაც ამაში ხელს უშლის, საქართველოს მოქალაქეების მტკიცე პროტესტია, რომლის განეიტრალებასაც რეჟიმი დემონსტრატების წამებით, არ ადამიანური მოპყრობით, უდანაშაულო ადამიანების ციხეში ჩაყრით, რეპრესიებით და პროპაგანდით ცდილობს. ხოლო რეალობა, რომელშიც რეჟიმის პროპაგანდა და ტელეკომპანია იმედი საზოგადოების ნაწილს აცხოვრებს, შემდეგნაირია. ჩვენად ქვეყანამ ეს დემოკრატიაც გვაქვს, სიტყვის თავისუფლებაც გვაქვს, კორუფციის ინდექსით ყველას უგებთ. ჩვენთან არათუ მედია თავისუფალია, არათ მედია საერთოდ არეშინია სახელმწიფოს. სინამდვილეში ივანიშვილის მრავალწლიანი მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად ქართული ტელემედია ტოტალურად გაკოტრებულია და მთლიანად პოლიტიკურ ფულზეა დამოკიდებული. სამართლებრივად იდევნება ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ყველა ტელევიზიის დამფუძნებელი. მათი სარედაქციო შინაარსის შეზღუდვას კი რეჟიმი დრაკონული ფინანსური სანქციებით ცდილობს. შედეგად სატელევიზიო მედია სრული გადაგვარების პირასაა. მაუწყებლების უდიდესი უმრავლესობა ფინანსურ და პოლიტიკურ პატრონზეა დამოკიდებული და მოქალაქეების ინფორმირების ნაცვლად სწორედ პატრონის შენარჩუნებისთვის მაუწყებლობს. თუ კი საქართველოში თავისუფალი და რესპექტაბელური მედია შემორჩა, ეს პირველ რიგში დასავლური დაფინანსებით არსებული ონლაინ გამოცემებია, რომლებიც მართლაც მოქალაქეების ინფორმირებას ემსახურებიან და რომლის დადუმებასაც რეჟიმი ეგრეთ წოდებული აგენტების კანონით ცდილობს. რუხაძე აქ ერთ რამეში არ ცდება. საქართველოში მედია შესაძლოა მართლაც არეშინია სახელმწიფოსი, თუმცა ეს ჟურნალისტების ინდივიდუალურ გამბედაობას უნდა მივაწეროთ, რომელსაც გააზრებული აქვთ, რომ ნებისმიერ ანტისამთავრობო აქციაზე მათ ფიზიკური ძალადობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე ემუქრებათ და ისინი ამის მიუხედავად არ უშინდებიან პროფესიული მოვალეობის შესრულებას. ნამდვილად შესაშურია პუბლიკის რეპორტიორის ალექსანდრე ქეშელაშვილის გამბედაობა, რომელსაც ჯერ რუსული კანონის აქციებზე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა რეჟიმის ძალოვნებმა, ხოლო მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს დააკავეს, ჯგუფურად სასტიკად სცემეს. მას მერე რაც თქვა, რომ ჟურნალისტია, უფრო გამეტებით დაუწყეს სცემა. შემდგომ დერეფანში გაატარეს და გონების დაკარგვამდე სახეში წიხლებს ურტყამდნენ. ალექსანდრე ახლაც არ უშინდება ძალადობის საფრთხეს და კვლავ აშუქებს მიმდინარე პროტესტს. თუმცა იმიტომ არა, რომ რეჟიმმა მისი დაშინება ყველა ამაზრზენი მეთოდით არ სცადა. მედიის მიმართ რეპრესიული ძალადობრივი პოლიტიკა უკვე მრავალი წელია ხელისუფლების სტრატეგიაა. ჯერ კიდევ 2021 წლის 5 ივლისს რეჟიმის ძალადობრივი ჯგუფები პოლიციის თანდასწრებით და მათი უმოქმედობის შედეგად 30-ზე მეტ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დღესაც კრიტიკული მედიის არც ერთი წარმომადგენელი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სასტიკი ძალადობისგან დაზღვეული არ არის. თუმცა ეს რა თქმა უნდა ირაკლი რუხაძისთვის განგაშის საფუძველს არ ქმნის, რადგან მის თანამშრომლებს არ ემუქრებათ ის, რაც ტელეპირველის რეპორტიორსა და ოპერატორს დამართეს ერთი თვის წინ რეჟიმის მოძალადე დაჯგუფებებმა.
პოლიცია ადგილზე არ არის. ამ ამაზრდენ კლიმატს ხელისუფლება პირველ რიგში რუხაძის ტელევიზიის დახმარებით ამკვიდრებს, სადაც მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორზე თავდასხმიდან რამდენიმე წუთში რეჟიმის მომხრეებს ამ ორიგინალური შეთქმულებით ამშვიდებდნენ. ხელისუფლებას არ შეიძლება რომ ესეთ რამ აწყობდეს. საერთოდ, როდესაც დანაშაული ხდება, ყოველთვის დამნაშავის კვალზე გადიან იმის მიხედვით, თუ ვის შეიძლება აწყობდეს ესა თუ ის დანაშაული. დანაშაულის კვალიც უფრო იქითკენ მიდის, ვის ინტერესებში შეიძლება ეს ყველაფერი იყოს. პარალელურად კი იმედმა რობოკოპების მიერ სასტიკად ნაცემი ჟურნალისტის გურამ როგორას ისტორია ბადინან საერთოდ ჩახსნა, რასაც რუხაძე ამავე ინტერვიუში ამ მიზეზით ხსნის. როგავა თუ ასე არ ვანახეთ, იმიტომ რომ რაღაცა თქო იმედმა მცემაო თუ ჩიხლაძე მცემაო და მაგაზე გადაწყვიტესო, ამაზე საერთოდ არ მივცეთ ეთერი და დანარჩენ ყველაფერი ვანახეთ, ამდენაც მე ვიცი. ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ უმალავს იმედი მაყურებელს სრულ სურათს, რუხაძე მსგავსი ცინიკური პარალელით პასუხობს. თუ მეუნებით რომ CNN-ი ან Fox-ი აჩვენებს უყველაფერს და არა ფრაგმენტებს, არ იქნება სწორი, იმიტომ ეს ესე არ არის. ალბათ არც არის აუცილებელი დასახელებული ამერიკული მაუწყებლებიდან რომელიმე უდესმე ნანახი ქონდეს იმის მისახვედრად, რომ მსგავს ბარბაროსობას და ანტიჟურნალისტიკას არ სადაც ცივილიზაციას შაუხწევია მედია არ იკადრებს. სინამდვილეში არ არსებობს დასავლური მაუწყებელი, რომელიც ძალადობის მსხვერპლს კრიტიკის გამო ტრიბუნას შეუზღუდავს და მის ნაცვლად ძალადობის წამხალისებლებს დაუთმობს ულიმიტო საეთერო დროს. განსხვავებით ტელეკომპანია იმედისგან, რომელიც არათუ მედია, არამედ რეჟიმის პროპაგანდის ღია და უწყვეტი კანალიზაციაა, თქვენ ვერ იპოვით რესპექტაბელურ დასავლურ მედიას, რომელიც განსხვავებულ პოზიციებს ტრიბუნას არ უთმობს. ავრცელებს მიზანმართულ დეზინფორმაციებს, იგონებს ფაქტებს და რაიმე ამბის შეცდომით გაშუქების შემთხვევაში ბოდიშს არიხდის საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის მყისიერად გამოსასწორებლად. რაც მთავარია, არც ერთი დასავლური მედია მოწყვეტი ჯგუფების მიმართ ზისხის კულტივირებით არ ცდილობს ოპონენტების დემონიზებას. რუსული პროპაგანდის მსგავსად, რუხაძის ტელევიზიას და მის ფავორიტ რეჟიმს მრავალი წელია LGBT თემის აფრთხობელად ყავს გამორჩეული და განსხვავებული სექსუალური იდენტობის ადამიანების მიმართ მიმღებლობას როგორც ოპონენტების, ისე დასავლეთის დისკრედიტაციისთვის იყენებს. როგორც რუხაძე ინტერვიუში განმარტავს, ეს არის თემა, რომელსაც ჩემგან განსხვავებით აი ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ძალიან დიდი ნაწილისთვის. აქ კი რუხაძე არ ცდება. პოსტტოტალიტარულ საზოგადოებებში განსხვავებულის მიმართ შიში და სიძულვილი კვლავ ცხოველი მოტივატორია და სწორედ ამ შიშისა და ზიზღის ექსპლუატაციის მიზნით ავრცელებს მისი ტელევიზია LGBT თემის შესახებ დაუსრულებელ ტყუილებსა და დეზინფორმაციას. მათგან ერთ-ერთზე თავად რუხაძეც საუბრობს. თქვენ თვლით, რომ სექსუალური ორიენტაცია ისეთი რამეა, რისი თავიდან აცილება შესაძლებელია? ჩემი მაგალითი ეგ იყო, რომ თუ იყო ეს ადრე სხვა პროცენტი, ეხლა მაგას სტატისტიკით არის ამაზე ბევრად უფრო მეტი. აქაც ფაქტებით манипуляციასთან გვაქვს საქმე. თელ დასავლურ ცივილიზაციაში ყველასთვის გასაგებია, რომ სექსუალური იდენტობა თანდაყოლილია და ეს არ არის ადამიანის არჩევანი. ის კვლევა, რომელიც ბატონ რუხაძეს არგუმენტად მოჰყავს, სინამდვილეში კულტურული მიმღებლობის ზრდით არის განპირობებული, რომლის გამოც საჯარო გამოკითხვებში ადამიანს თავიანთ სექსუალური იდენტობასა თუ პრეფერენციებზე გულწრფელი პასუხის გაცემის აღარც ეშინიათ და აღარც წხვენიათ. ამ კულტურულ მიმღებლობას, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა როგორც დასავლური, ისე ჩვენი საზოგადოების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის, რუხაძე woke ექსტრემისტულ იდეოლოგიასთან ათანაბრებს, სადაც ბიოლოგიური სქესი გაუქმებულია, თვითიდენტიფიცირების ფორმები კი უთვალავი და უსაზღვრო. და ამ იდეოლოგიის წინააღმდეგ დასავლურ საზოგადოებაში აზვირთებულ სამართლიან რეაქციას იყენებს რეჟიმი ადამიანების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შესაზღუდად, რომელიც დასავლეთში დაცული და გარანტირებულია. თუ კი დღეს რაიმე woke იდეოლოგიის მსგავსი ექსტრემისტული პოზიციების გამარჯვების რისკებს ზრდის მომავალში, ეს სწორედ ის სისტემური დევნა და შევიწროებაა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი LGBT ადამიანების წინააღმდეგ პოპულისტური ამოცანებისთვის ახორციელებს. ამის საუკეთესო მაგალითი ეგრეთ წოდებული ანტი-LGBT კანონმდებლობაა, რომელიც ძალაში 2024 წლის 1 დეკემბრიდან შევიდა. ამ კანონით, სხვა მრავალ ბოროტებასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებს სექსუალური იდენტობის ნიშნით შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ერთმევათ, რაც არათუ ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებთან, არამედ საქართველოს კონსტიტუციასთანაც ფუნდამენტურად შეუთავსებელია, რომლის 21 მუხლიც განმარტავს. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება. თუმცა რუხაძეს ლიბერალური დემოკრატიის შესახებ სულ სხვა წარმოდგენა აქვს. დემოკრატიას არ ამუშავებს. დემოკრატია ნიშნავს, რომ უმცირესობა დაეთანხმოს უმრავლესობას. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიაში მართლაც უმრავლესობა წყვეტს მართლობით საკითხებს, მას საზღვარს უწესებს ადამიანის ღვთივბოძებული უფლებები და თავისუფლებები, რომელთა უმრავლესობის ტირანიისგან დაცვაც დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტია. შეერთებულ შტატებში, რომელიც რუხაძის თქმით ძალიან უყვარს, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული, როგორც ყველა ადამიანის საკრალური უფლება, რასის, სქესის, რელიგიური აღსარებლობის
მართლობის თუ სექსუალური ორიენტაციის განურჩევლად, რომლის მომნიჭებელიც არის ამ სამყაროს შემოქმედი და მისი წართმების უფლება არც ერთ ხელისუფალს არ აქვს. აქაც პროპაგანდის ურთიერთგამომრიცხავი შინაარსის საწყისებთან მივდივართ. ერთი მხრივ რუხაძე დასავლური მაგალითების გაყალბებით ცდილობს ივანიშვილის რუსული ავტორიტარიზმის გაპატიოსნებას, ხოლო მეორე მხრივ იმავე დასავლეთ საქართველოსა და უკრაინის მიმართ მტრულ ინტერესებში ამხელს. და ასე მივდივართ რეჟიმის მთავარ პროპაგანდისტულ ხაზთან, აკვანთან, რომელშიც ალტერნატიული რეალობა იბადება. ამ ალტერნატიული რეალობის მიზანია ამ ღრიოსის მორალური სიცხადე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ პუტინის სრულმასშტაბიან აგრესიამ განაპირობა. გაუქმოს გმირი და ანტიგმირი და თანასწორ სიბრტყეში დააყენოს ბოროტმოქმედი და ბოროტებასთან მებრძოლი. ალბათ ფაქტობრივი თვალსაზრისით ყველა მსმენელისთვის ცხადია, რომ 2022 წლის 24 თებერვალს პუტინმა სამხედრო აგრესია უკრაინის სახელმწიფოს განადგურების მიზნით წამოიწყო. თუმცა რუხაძე სულ სხვა კონსპირაციას გვთავაზობს. მე ვფიქრობ, რომ უკრაინაში ომი არის დიდი ბიჭების ფეხბურთის თამაში, თუ დიდი ბიჭები ჩვენ გარშემო ფეხბურთს თამაშობენ, მე არ მინდა რომ საქართველოს იყოს ბურთის როლში. სწორედ ამ ნარატივით ცდილობს რუსეთი პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენას. საბჭოთა კონსპირაციული ბოდვების კულტივირებით, სადაც დამკვირვებელს მასშტაბურ მოვლენებში სცენაზე ყურების ნაცვლად მუდამ სცენის მიღმა უნდა ეპარებოდეს თვალი და იქეძებდეს მთავარ გმირებს, პროცესების მთავარ მამოძრავებლებს და ასე ახერხებს სცენაზე მყოფი ბოროტმოქმედი პასუხისმგებლობის კულისებში გადამისამართებას. ამ ღრუე წყალში, სადაც ბრალი ყველას თანაბრად მიუძღვის, პასუხისმგებლობა არავის ეკისრება. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის მტკვანი და მართალი, აგრესორი და მსხვერპლი. როგორც პუტინის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი აღნიშნავს, ბოროტმოქმედსაც აქვს თავისი სიმართლე და ეს სიმართლე ისეთივე ჭეშმარიტია, როგორც ყოველი სხვა. Everything is relative. We in Russia we could use postmodernity in order to explain to the West that if any truth is relative, so we have our special Russian truth that you need to accept. სიმართლე კი ის არის, რომ რუსეთს გაცხადებული აქვს თავისი მიზანი აღიდგინოს საბჭოთა გავლენის სფერო და ამიზნით არ დაუშვას მის საზღვრებთან წარმატებული სახელმწიფოებრიობა იქ, სადაც მიიჩნევს, რომ ეს გაუვა. ამის საპირისპიროდ, რუხაძე გვიმტკიცებს, რომ ომის მიზეზი არა რუსეთის გაცხადებულ უცვლელ ამოცანებში, არამედ უკრაინის გადაწყვეტილებებში უნდა ვეძებოთ. თითქოს ამ აგრესიის აცილება თავად უკრაინის ხელში იყო და მან ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა. უკრაინა რეალურად არის აქ, იმიტომ რომ ნატოზე რა თქვა უარი. სინამდვილეში უკრაინას 2010 წლიდან ჰქონდა ნათქვამი უარი ნატოს წევრობაზე. სანამ პუტინის რუსეთმა მას ევროპასთან თავისუფალ ვაჭრობასა და უვიზო მიმოსვლაზე უარის თქმა არ მოსთხოვა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობის შემდეგ ღია სამხედრო აგრესიას არ მიმართა. რამაც საბოლოოდ დაარწმუნა უკრაინელები იმაში, რომ არ არსებობს სუვერენიტეტი დასავლური უსაფრთხოების ქოლგის გარეშე. უკრაინის მაგალითს რომ არ დავჯერდეთ, საკუთარი უახლესი წარსულიც გავიხსენოთ. ადრეული 90-იანი წლები, როდესაც საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საკითხი საერთოდ არ იდგა და ამის მიუხედავად დემოკრატი ელცინის რუსეთმა აფხაზეთში ერთწლიანი სისხლიანი კამპანია აწარმოა, ქვეყნის ტერიტორიები მიიტაცა და ქართველებს გენოციდი მოგვიწყო. საქმე კი გაცილებით მარტივად არის. ყველასთვის ნაცნობი აკაკი წერეთლის საბავშვო პოემა რომ გავიხსენოთ, გელს კრავის ჩაკვნეტა თავისთავად აქვს გადაწყვეტილი. წყლის ამღვრევის ბრალდება და შარშანწირელი წყენების შეთხზვა მხოლოდ გამოგონილი შარებია, რომელსაც ბოროტმოქმედი საბაბად იყენებს მსხვერპლის გასანადგურებლად. რუხაძე კი რეჟიმის პროპაგანდასთან ერთად გვარწმუნებს, რომ კრავს რომ არ მოწყურებოდა, გელი მის შეჭმას არ მოინდომებდა. და ასე მივდივართ პროპაგანდის მორიგ სვეტთან, რომლის მიხედვითაც არ არსებობენ მტრები და მოკავშირეები. არსებობენ მხოლოდ სუპერძალები, რომლებსაც ყველას თავისი ინტერესების სასარგებლოდ საქართველოს გამოყენება აქვს გადაწყვეტილი. ამერიკა საქართველოში იცავს ამერიკის ინტერესს და არა საქართველოს ინტერესს. რუსეთის ინტერესები მუდმივად იცვლება. ჩვენი ინტერესებიც მუდმივად იცვლება. რუსეთთან უნდა იყოს მუდმივი დიალოგი. გარდა იმისა, რომ რუსეთს საქართველოსთან მიმართებით ინტერესები მრავალი ასწლეული არ შეუცვლია, ქართველები ამერიკასა და ევროკავშირს სწორედ იმიტომ მივიჩნევთ პარტნიორებად, რომ ჩვენი სტრატეგიული ინტერესები თანხვედრაშია. ჩვენი და რუსეთის ინტერესები კი შეუთავსებელი. სანამ რუსეთს ჩვენი განადგურება აქვს გადაწყვეტილი, სუსტის პოზიციიდან მასთან დიალოგს არანაირი აზრი არ ექნება. არ არსებობს არც ერთი ქვეყნის მაგალითი, რომელმაც რუსეთთან სუსტის პოზიციიდან ურთიერთობების დალაგება სცადა და სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება შეძლო. იქნება ეს უკრაინა, სომხეთი, მოლდოვა, ბელორუსი თუ თავად საქართველო. ამ ქვეყნების ხელისუფლებებმა სხვადასხვა ეტაპებზე სცადეს რუსეთთან ურთიერთობების დალაგება და შედეგად არც ერთ მათგან სუვერენიტეტის მყარი გარანტიებისთვის დღემდე არ მიუღწევია. ამის საპირისპიროდ ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა თანმიმდევრულად იარეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და მიუხედავად იმისა, რომ ამ გზის დასაწყისში წარმატების პერსპექტივა არ ჩანდა, მრავალწლიანი ჯიუტი მცდელობის შედეგად მას უსაფრთხოებაც მიიღეს, სუვერენიტეტიც და თავისუფლებაც. ამ გზაზე კეთილის მსურველად მოვლენილი მტრები ამ ქვეყნებს დაუსრულებლად უჩეჩინებდნენ იმას, რასაც რუხაძე უჩეჩინებს ქართულ ხალხს. ალბათ ძალიან მენდომებოდა რომ ვიყო ნატოს წევრი, დილას გავიღვიძე და ვიყო ნატოს წევრი. მე რო ვიცი ეს არ მოხდება, ამიტომ მე ძალიან მეშინია. ეს სურთ მათ. უნდა გვეშინოდეს და შიშითა და უძალობით დემოტივირებულებმა უარი ვთქვათ ჩვენს მთავარ ისტორიულ მისწრაფებაზე. ამ ისტორიული ჭეშმარიტებების გამრუდება რეჟიმის პროპაგანდას ერთი მარტივი, თუმცა უაღრესად საშიში ამოცანისთვის სჭირდება. რუსეთი და ამერიკა მოილაპარაკებენ. დიდი ალბათობით იტყვის ამერიკა, რომ მე რაღაცა დროით ნატოს გადაწევას აღარ გავაკეთებ რუსეთთან ახლოს აღარ მევიდან საზღვრებთან.
ეს თუ მოხდა, მე მგონია რომ თითქოს ავტომატურად მოხდებით ჩვენ ამავე სიტუაციაში და ამერიკა იტყვის რომ მე საქართველოს ნატოში არ შემოგდა. სწორედ აქ მჟღავდება ივანიშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკა. რეჟიმი, რომელიც ახალ მსოფლიო წესრიგზე შეთანხმების მოლოდინშია, არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ წესრიგში საქართველოს ეროვნული ინტერესები მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი. პირიქით, საკუთარ ძალაუფლებრივ ამბიციებს რეჟიმი სწორედ იმ მოლოდინებზე ამყარებს, რომ საქართველო მარტო დარჩება რუსულ საფრთხესთან და შეგუება მოუწევს როგორც რუსულ ავტორიტარიზმთან, ისე სუვერენიტეტის დათმობასთან. დემოკრატიულ და ავტოკრატიულ მხარეებად დაყოფილ მსოფლიოში ივანიშვილი ავტორიტარების ბანაკში მოიაზრებს თავს, რადგან იქ ხედავს ძალაუფლების შენარჩუნების შანსს და ამ მიზნით ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ღიად პოზიციონერდება თავისუფალი სამყაროს მტრების მოკავშირედ. იქნება ის ირანის პრეზიდენტის დაკრძალვაზე ჰამასის და ჰეზბოლას ლიდერებთან ერთად საქართველოს პრემიერის გლოვა, თუ უკრაინის ომში რუსეთის მოკავშირე ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა, თანაც მაშინ, როცა შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. სწორედ თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებას და ჩვენი ინტერესებისთვის აქტიურად ძირის გამოთხრას უმადლის რუხაძე ივანიშვილს, როგორც ქვეყნის ბეწვის ხიდზე ტარებას და ასე მივდივართ პროპაგანდის მთავარ მტრის ხატამდე, რომელსაც კრემლის ენაზე ჰქვია. Золотой миллиард. Золотой миллиард. Золотой миллиард. რეჟიმის ენაზე. Глобალური ომის პარტია. გლობალური ომის პარტია. ცივილიზებულობის პრეტენზიის მქონე რუხაძის ენაზე კი რაღაცაზე დავაბიჯეთ ძალიან ცუდ მაზოლზე ფეხი. თორე აბა როგორ შეიძლება 193 ქვეყანაში ჩვენ ვართ ერთადერთი ამორჩეული, რომელსაც გვაგინებს მთელი დასავლეთი. წარსული, საწყოსა და მომავლის შესახებ მთელი ეს ანტიფილოსოფია სინამდვილეში ამ ფინალური გზავნილის გამყარებას ემსახურება. თითქოს დასავლეთში არსებობენ გავლენიანი ჯგუფები, რომლებიც გლობალურ პოლიტიკას განსაზღვრავენ და რომლებსაც რუსეთის დასუსტების მიზნით საქართველოს ომში ჩართვა აქვთ განზრახული. იყო სერიოზული ინტერესი საქართველოს მიმართ, რომ აქ გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაც რა თქმა უნდა სერიოზულად დააზიანებდა რუსეთის პოზიციებს, მაგრამ ეს ყველაფერი გაანადგურებდა ჩვენს ქვეყანას. აქაც ზედაპირული ფაქტები ამჟღავნებენ მთელი ამ პროპაგანდის აბსურდულობას. დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს თავდასხმის უნარიანობას რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებთან მიმართებით სერიოზული განხილვაც კი არ სჭირდება. ფინანსური რესურსის, შეიარაღების, ცოცხალი ძალისა და სამხედრო წარმოების მასშტაბებში უზარმაზარ უფსკრულს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს თავის ზომასა და შესაძლებლობებთან მიმართებითაც კი მიზერულ რესურსს გამოყოფს თავდაცვაზე. ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი საშუალოდ ახლობით მშპ-ს 1.5% შეადგენს, რაც არა თუ რუსეთისა და თურქეთის, არამედ აზერბაიჯანისა და სომხეთის ხარჯვასაც კი ჩამორჩება. ყველა წრთმნა, რომელიც დასავლური ქვეყნების დაფინანსებითა და დახმარებით უტარდება ქართულ ჯარს, რუსეთის პოტენციური თავდასხმისას თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება და არა მოსკოვის აღებას. მხოლოდ ბრიყვი თუ შეეცდება საქართველოს ომში ჩართვით რუსეთის დასუსტებას და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ პროპაგანდის სულისჩამდგმელებისგან განსხვავებით, დასავლელი ლიდერებისგან არავინ ასეთი ბრიყვი არ არის. ესეც რომ არა, უკრაინაში პუტინის სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ განსაკუთრებით გაზრდილია საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობა. საქართველოში ომის დაწყებით დასავლეთი დაკარგავს ამ ალტერნატიულ სავაჭრო დერეფანსაც, რაც მხოლოდ ძირს გამოუთხრის მის ინტერესებს. დასავლეთის მიმართ კონსპირაციული უნდობლობით განწყობილი ქართველებისთვისაც კი გასაგები უნდა იყოს, რომ დასავლეთ საქართველოს ომისთვის რომ ცემეტებოდეს, ეს უბრალოდ მის ინტერესებში არ შედის და ამას თავად რუხაძეც არ უარყოფს. ჩვენი არევა იწვევს ძალიან ბევრ რაღაცას. მაგალითად დღეს საქართველოს აერიოს თურქეთი აერევა ამწუჩო ნავთი ვერ ჩავა თურქეთში, ყაზახეთს ნავთი დღეს გააქვს. საქართველოს რუსული პორტები დაკეტილია და ბანდერაბადის პორტი დაკეტილია, ამიტომ საქართველოს აქ ძალიან მნიშვნელოვანი მდებარეობა. ცხადი ამ ეპიზოდის ამოცანა არ არის რუხაძეს მიერ ნათქვამი ყველა ტყუილის მხილება, რომელიც 2 საათიან ინტერვიუში იმედის მფლობელმა მრავლად დაახვალა. მოლდოვაში ამდენი ტელევიზია იცი? 2. Drifted არსებობს, თუ გონით არ არსებობს. აბსოლუტურად ტყუილია, რომ იმეც აქ დასავლელი ნარატივი. მე ამერიკა ვერ დამასანქციებს. ჩვენი მიზანი რეჟიმის პროპაგანდის მსუყე ნარატივების მხილებაა, რადგან ყველა ეს ტყუილი სინამდვილეში ამ ნარატივების სამსახურში დგას.